ეს ყველა სამსახურის მაძიებელმა უნდა იცოდეს. გაინტერესებს, რატომ არ გიბარებენ გასაუბრებაზე, მაშინაც კი თუ თავს იდეალურ კანდიდატად თვლი. ხშირად პრობლემა არა შენს ცოდნასა და გამოცდილებაში, არამედ იმაშია, თუ როგორ ყვები ამ ყველაფერს. ვიდეოს ბოლოში გაგიზიარებ რეკომენდაციებს, რომელიც დაგეხმარება შენმა სიუმა პირველივე წამებში მიიქციოს დამსაქმებლის ყურადღება. უკვე არაერთი ადამიანისთვის გამიწევია კონსულტაცია ამ მიმართულებით და ვხედავ, რომ უმრავლესობა ერთი და იგივე შეცდომას უშვებს. ხშირად რეზიუმეში წერენ მხოლოდ კომპანიის დასახელებას და პოზიციას, ან უბრალოდ ფუნქცია მოვალეობებს, რაც არის ძალიან დიდი შეცდომა. როგორ ფიქრობ, უბრალოდ ფუნქცია მოვალეობების ჩამოწერით რა ღირებული ინფორმაცია შეიძლება გაიგოს დამსაქმებელმა შენს შესახებ? ვერაფერს ვერ გაიგებს, ხო? ამიტომ სივში მნიშვნელოვანია გეწეროს ის ღირებული ინფორმაცია, რომელიც შენს ღირებულებებს, თვისებებს, უნარებსა და კომპეტენციებს და განსაკუთრებით კი მიღწევებს წარმოაჩენს სწორად. ახლა გაგიზიარებ რეკომენდაციებს, რომელიც დაგეხმარება შენი CV გახადო უფრო გაყიდვადი. პირველი, არ გააგზავნო ერთი და იგივე CV შაბლონურად ყველა კომპანიაში. მეორე, თუ CV Word-ის ფაილში გაქვს აწყობილი, აუცილებლად გადაიყვანე PDF-ში და დაარქვი მას შენი სახელი და გვარი. მესამე, ფუნქცია მოვალეობების ნაცვლად წარმოაჩინე შენი მიღწევები. მეოთხე, CV-ში გამოიყენე რაც შეიძლება მეტი ციფრი. ციფრების გამოყენება ყოველთვის ინფორმაციას ხდის ბევრად გაყიდვაც. მაგალითად, თუ მუშაობ გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, შეგიძლია დაწერო, ვთქვათ, 3 თვეში გაყიდვები გავზარდე 50%-ით. უკვე გამოკვეთილად ჩანს კონკრეტული პერიოდი და კონკრეტული